წლების განმავლობაში რუსეთს მნიშვნელოვანი უპირატესობა ჰქონდა უკრაინაზე. ათასობით პლანირებადი ბომბი, რომელიც უკრაინას ესხმის თავს, ფრონტის ხაზის მიღმა მდებარე ტერიტორიებიდან უკრაინის ქალაქებში ისვრის. უკრაინა ცდილობდა პასუხის მოძებნას და ახლა მას ეს პასუხი აქვს. უკრაინამ ახლახან შექმნა რაღაც, რაც რუსეთის მთელ ფრონტის ხაზს ჯოჯოხეთად აქცევს. თეთრი დროშები აფრიალდება. პუტინის მარიონეტები დანებებას შეეხვეწებიან. Equalizer უკვე აქ არის და ის ერთი მისიის შეიქმნა ისთვის შეიქმნა. რუსეთის დასჯა. ეხლა უკრაინას ხელში აქვს იარაღი, რომელიც არაფერს გავს, რაც აქამდე შეუქმნია. და როცა ვამბობთ შექმნილი, ეს მნიშვნელოვანი ნაწილია იმისა, რაც Equalizer-ს ასე მნიშვნელოვანს ხდის. იარაღი, რომლის შექმნასაც 17 თვე დასჭირდა და რომელიც Brave One-ის ქსელის პროდუქტია, რომელიც უკრაინას საშუალებას აძლევს დააბანდოს კომპანიებში, რომლებიც აწარმოებენ რუსეთ იარაღს რუსეთის წინააღმდეგ გამოსატენებლად, უკვე აქ არის. უკრაინის თავდაცვის მინისტრმა მიხაილო ფედოროვმა უკვე შეაფასა ეს იარაღი გარდამტეხ ფაქტორად. უკრაინის დისტანციური საბრძოლო მასალების შესაძლებლობებმა დიდი წინსვლა განიცადა და ამ ყველაფერში საუკეთესო ის არის, რომ Equalizer არ არის რაიმე კონცეპტუალური იარაღი, რომლის უკრაინის ძალებისთვის მიწოდებასაც თვეები დასჭირდება. ის უკვე გამოცდილია, მზადაა და რუსეთს გაანადგურებს. The Brave One-ის ex-ანგარიში ამას ნათლად აჩვენებს და ასევე გვაწვდის ახალი ბომბის ზოგად მახასიათებლებს. უკრაინას არ ქონდა მართვადი საჰაერო ბომბი, აცხადებს Brave One-ი. ეხლა უკვე აქვს. შემდეგ მოდის ინფორმაცია, რომელიც უნდა ვიცოდეთ Equalizer-ის შესახებ. DG Industry Brave One-ის მონაწილე, რომელმაც ყველა საჭირო გამოცდა დაასრულა, იარაღი საბრძოლო მზადყოფნად გამოაცხადა 17 თვიანი განვითარების შემდეგ. ბომბს აქვს 250 კილოგრამიანი საბრძოლო ნაწილი. ის მიზნებს ათეულობით კილომეტრის მანძილზე მტრის ხაზების მიღმა ურტყამს და ნულიდანაა შექმნილი. არ არის გადმოღებული არც დასავლური და არც საბჭოთა სისტემებიდან. აქ ბევრი რამაა განსახილველი და მალე უფრო დეტალურად შევხედავთ, მაგრამ მთავარი ინფორმაცია ისაა, რომ ეს არის ახალი ტიპის მართვადი ბომბი, რომელიც უკრაინაშია წარმოებული, რაც ნიშნავს, რომ ის არ არის დამოკიდებული უცხოურ მიწოდების ჯაჭვებზე. ის ძლიერად უთხრამს, შეუძლია მიაღწიოს რუსეთის ახლო ზურგს და შექმნილია უკრაინის მიერ, უკრაინისთვის, რათა პუტინის ჯარისკაცები ფრონტზე და მის მიღმა დააშინოს. და ეს ყველაფერი არ არის. უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ უკვე გააკეთა შეკვეთა ამ ახალი ბომბების პირველი პარტიისთვის და პილოტები ამჟამად გადიან წვრთნას მათი გამოყენებისათვის. ბრძოლაში გამოყენება მალე დაიწყება, აცხადებს Brave One-ი. რუსეთის ჯარისკაცებს წარმოდგენაც არ აქვთ, რა ელით მათ. რაც უკრაინამ აქ შეიმუშავა, არის იარაღი, რომელიც მას რუსეთთან თანასწორ მდგომარეობაში აყენებს ომის იმ სფეროში, სადაც უკრაინა მუდმივად ჩამორჩებოდა. აი, რატომ ქვია მას Equalizer-ი? Business Insider-ის მიხედვით, ახალი პლანირებადი ბომბის ოფიციალური უკრაინული სახელწოდებაა Virivniuvachi, რაც ინგლისურად ნიშნავს Equalizers. ის შექმნილია ისე, რომ თითქმის ნებისმიერი უკრაინული საბრძოლო თვითმფრინავიდან შეიძლება გაუშვან, მათ შორის დასავლური მოდელებიდანაც, რომლებიც უკრაინამ პარტნიორებისგან მიიღო. ეს კარგად გადაგვიყვანს იმაზე, რაც ჯერჯერობით ვიცით Equalizer-ის შესახებ. ჩვენ ვიცით, რომ მისი წონა არის 250 კილოგრამი. უკრაინამ ასევე განაცხადა, რომ ეს იარაღი შეძლებს რამდენიმე ათეული კილომეტრის დაფარვას. აქედან შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ Equalizer-ი შეძლებს ქაოსი გამოიწვიოს დაახლოებით 50-დან 100 კილომეტრამდე მანძილზე. მეტ დეტალს გავიგებთ მაშინ, როცა იარაღი იქნება გამოყენებული და რუსი ჯარისკაცების თავებზე ჩამოაგდებენ. თუმცა ეს ძირითადი მახასიათებლების სრულ სურათს არ გვიჩვენებს. ისინი ისე წარმოაჩენენ, თითქოს Equalizer უბრალო glide ბომბია. ასე არ არის. ამის მინიშნება იმაშია, რომ Brave One ამტკიცებს, ეს იარაღი არც ერთი იმ სისტემის ასლი არ არის, რომელიც დასავლეთმა მიაწოდა, ან არც ერთი იმ glide ბომბის, რომელიც რუსეთმა გამოიყენა უკრაინის წინააღმდეგ. ეს მიუთითებს ტექნიკურ განსხვავებაზე Equalizer-სა და მანამდე არსებულ მსგავს ბომბებს შორის. რუსული glide ბომბი შედარებით მარტივი იარაღია. რუსეთი ამაგრებს ფრთების კომპლექტს საბჭოთა ეპოქის FAB ბომბზე, რომელიც არასდროს იყო განკუთვნილი glide-ისთვის და ამით იღებს იარაღს. ეს კომპლექტები განსაკუთრებით ზუსტი არ არის. ისინი ნამდვილად არ არის შექმნილი იმისთვის, რომ უმართავი ბომბი ზუსტი იარაღად გადააქციონ. მაგრამ რაც ისინი ნამდვილად აძლევენ არის ის, რომ რუსულ FAB ბომბებს მეტი მანძილი ეძლევათ, რაც საბაზისო დამიზნების სისტემებთან ერთად მათ საშუალებას აძლევს უფრო ღრმად დაარტყან უკრაინის ტერიტორიაზე და მიახლოებულად მოხდნენ სამიზნეებს. ეს რუსეთს აწყობს. მათთვის მნიშვნელობა არ აქვს თუ მიზანს აცდება. თავარია, რომ მათი glide ბომბები უკრაინულ ობიექტებს აზიანებს. მაგრამ უკრაინისთვის არაზუსტი იარაღი არასოდეს არის გამოსავალი. Equalizer-ი ფრთიანი კომპლექტი არ არის. ეს არის სპეციალურად შექმნილი იარაღი, რომელიც თავიდანვე საკუთარი კონსტრუქციით შეიქმნა. ფრთიანი კომპლექტი აქ არ გამოიყენება, თუმცა ბომბს ფრთები აქვს. ეს არ არის ძველის გარდაქმნა, უფრო ფუნქციურ რაღაცად. ეს სრულიად ახალი იარაღია, რომელიც შექმნილია რუსული ელექტრონული ომისა და სიგნალის ჩახშობის დასაძლევად, რათა 250 კილოგრამი ასაფეთქებელი ძალა შეიტანოს სამეთაურო პუნქტებში, გამაგრებულ ობიექტებში, ლოგისტიკურ კვანძებში და ნებისმიერ სხვა მტრის სამიზნეში, რომელსაც უკრაინა ფრონტის ხაზის მიღმა გამოავლენს. ასე რომ ვიცით, რომ Equalizer-ი სპეციალურად ამ მიზნისთვისაა შექმნილი. ის ასევე იაფია. ის ბევრად იაფია, ვიდრე Joint Direct Attack Munition Extended Range, ანუ JDAM-ER-ის კომპლექტები, რომელსაც უკრაინა იღებს შეერთებული შტატებისგან. JDAM-ER-ები უფრო მეტად გავს რუსეთის glide ბომბებს, ვიდრე Equalizers, რადგან ისინი ძირითადად ფრთიანი კომპლექტებია, რომლებიც მიმაგრებულია უმართავ ბომბებზე.
და მიუხედავად იმისა, რომ უკრაინის მიერ გამოყენებული იარაღებთან შედარებით ძვირი არ არის, მაინც საკმაოდ სოლიდური ფასი აქვს. მაისის 6-ის ანგარიში Defense Express-მა გაამხილა, რომ ახალი პარტია 1532 JDAM IR-ის, რომელსაც უკრაინა აშშ-უსგან ყიდულობს, დაუჯდება $373.6 მილიონი. ეს გვაძლევს საშუალო ერთეულის ფასს $253,864 ოდენობით, რაც მოიცავს როგორც თვითონ კომპლექტებს, ასევე ყველა დამატებით ელემენტს, რაც JDAM IR-ს მოხვება, მაგალითად ფიუზებს, კომპონენტებს და სხვა დაკავშირებულ მომსახურებებს. ეს ფასი მნიშვნელოვანია ერთი მარტივი მიზეზის გამო. Equalizer უკრაინისთვის დაახლოებით მესამედად დაუჯდება JDAM IR-ის ფასისა. თუ ამ ერთეულის ფასს მივიღებთ როგორც მოცემულს, ეს ნიშნავს, რომ ერთი Equalizer თავისი ყველა კომპონენტით უკრაინას დაახლოებით $81,300 დაუჯდება. ამის სანაცვლოდ უკრაინა ფაქტობრივად ირებს 3 იარაღს ერთის ფასად, მართვად ბომბს, რომელიც JDAM IR-ის მსგავსი მახასიათებლებითაა, მაგრამ ფასის მხოლოდ მესამედად. უკრაინას რაც შეიძლება მეტად სჭირდება დანაზოგის გაკეთება. როგორც BBC მარტში გამჟღავნა, უკრაინის მთავრობა ბიუჯეტში $45 მილიარდი დეფიციტს ებრძვის, რაც თითქმის მთლიანად გამოძრაულია იმით, რომ ქვეყანას რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის დაფინანსება უწევს. ევროპის კავშირის $105 მილიარდი სესხი დაეხმარება უკრაინას ბიუჯეტის დეფიციტის დაფარვაში, მაგრამ ეს არ ცვლის იმ ფაქტს, რომ უკრაინამ რაც შეიძლება მეტი გზა უნდა იპოვოს ხარჯების შესამცირებლად, იმავდროულად რუსეთზე ზიანის მიყენების გაგრძელებით. Equalizer სწორედ ამას აკეთებს. თუ რუსეთი იაფ-პლანირებად ბომბებს იყენებს, უკრაინა ახლა თავის უკეთეს ვერსიებს ქმნის. და ამას ისეთივე იაფად აკეთებს, რათა ომის ერთ-ერთ ყველაზე საშიშ სფეროში ბალანსი შექმნას. კიდევ რა ვიცით? Sofexis მიხედვით უკრაინამ ყურადღება გაამახვილა Equalizer-ის მაქსიმალურად მრავალმხრივ და მარტივად გამოსაყენებლად შექმნაზე. ახალ მართვად ბომბს მომზადებისთვის 30 წუთზე ნაკლები სჭირდება, რაც სწრაფი საბრძოლო გაფრენების შესრულებას შესაძლებელს ხდის. როგორც კი უკრაინა მიზანს დაადგენს, Equalizer-ები შეიძლება სწრაფად დატვირთონ და გამანადგურებელი თვითმფრინავი ჰაერში იმავე დროში აღმოჩნდეს, რამდენიც პიცის მიტანა სჭირდება. Sofexi ასევე ამხელს, რომ Equalizer ნებისმიერ ამინჩი გამოსაყენებელი იარაღია და მისი გაშვება დღის ნებისმიერ დროს შეიძლება. ეს ძალიან მნიშვნელოვანია უკრაინისთვის, როგორც ფსიქოლოგიური, ასევე ოპერაციული თვალსაზრისით. რა თქმა უნდა, ყოველთვის კარგია, როცა იარაღი ნებისმიერ ამინჩი მიზანს ხდება, მაგრამ როგორც კი პირველი Equalizer-ები დაიწყებს ჩამოვარდნას და პუტინის მარიონეტები გაიგებენ, რომ მისი გამანადგურებელი ძალისგან არასოდეს არიან უსაფრთხოდ, ისინი შეშინდებიან. თუნდაც Equalizer-ის დარტყმის მუქარა საკმარისია, რომ ლოგისტიკა დაარღვიოს და რუსული სარდლობა დააბრკოლოს. შეიძლება ვიხილოთ კიდეც, რომ რუსეთის უკანა ლოგისტიკური ოპერაციები და სარდლობის სტრუქტურები უკან დაიხიონ, რათა დარტყმის ზონიდან გავიდნენ. ეს აშკარა გავლენას მოახდენს რუსეთის წინახაზის ჯარებზე, რომლებიც უკვე განიცდიან დაახლოებით 35,000 დანაკარგს თვეში, რადგან ცდილობენ უკრაინის დრონებით სავსე სასიკვდილო ზონების გარღვევას. ეხლა კი მთავარ კითხვას მივადექით. როგორ გაუშვებს უკრაინა Equalizer-ს? ჩვენ ადრე ვიდეოში უკვე მივანიშნეთ პასუხზე. ეს მართვადი ბომბია, ამიტომ ბუნებრივია, რომ ის გამანადგურებელი თვითმფრინავებიდან იქნება ჩამოგდებული. რაც შეეხება თვითმფრინავების ტიპებს, ამაზე ერთი პასუხი მივიღეთ ვიდეოში, რომელიც Brave One-მა X-ზე გამოაქვეყნა ახალი იარაღის წარდგენისას. ამ ვიდეოში ჩანს, როგორ უშვებს Equalizer-ს Su-24 Fencer ტიპის შეტევითი თვითმფრინავი, რაც პირდაპირ გვეუბნება, რომ უკრაინა ახალი იარაღს იმდენად მრავალმხრივად ქმნის, რომ მის საბჭოთა ეპოქის თვითმფრინავებსაც შეუძლიათ რუსეთის ზურგში დარტყმებში მონაწილეობა. ეს ჭკვიანურია. ისეთი თვითმფრინავები, როგორიცაა Su-24, ძალიან დაუცველები არიან რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის, როდესაც ფრონტის ხაზთან ახლოს უწევთ ფრენა. მაგრამ როდესაც მათ ევალებათ ჰაერში აფრენა და მართვადი საბრძოლო მასალის გაშვება, ათეულობით კილომეტრის დაშორებიდან ისინი ნაკლებ რისკს აწყდებიან და თავად ბომბი ასრულებს მთელ საქმეს. ეს ტაქტიკა რუსეთმა წლების განმავლობაში წარმატებით გამოიყენა უკრაინის წინააღმდეგ. ახლა კი უკრაინა ამავე ტაქტიკას იყენებს და პუტინს უკან უბრუნებს. იგივე ვიდეო ასევე გვაძლევს მეტ წარმოდგენას იმის შესახებ, თუ როგორ მუშაობს Equalizer-ი პრაქტიკაში. სხვა მართვადი ბომბებისა და საბრძოლო მასალებისგან განსხვავებით, ჩანს, რომ Equalizer-ის ფრთები გაშვებისთანავე იშლება. ბომბის ქვედა მხარეს ასევე არის საკიდები, რაც მიუთითებს იმაზე, რომ Equalizer-ი რუსულ პლანირებად ბომბებს დაემსგავსება იმ მხრივ, რომ ფრთების გაშვებამდე თავდაყირა გადაბრუნდება, რათა სწორი ტრაექტორია მიიღოს. თუმცა ის ფაქტი, რომ ფრთები მყისიერად იშლება, მიუთითებს, რომ Equalizer-ი ამ ამოცანას უფრო სწრაფად ასრულებს, ვიდრე რუსული პლანირებადი ბომბი. ეს მნიშვნელოვანია, რაც ნაკლებ დროს ხარჯავს Equalizer-ი გადაბრუნებასა და სწორ პოზიციაში დაბრუნებაზე, მით მეტი დრო რჩება ფრთებს, რომ ეფექტურად იმოქმედონ და ბომბის მოქმედების რადიუსი გაზარდონ. ბომბის უკანა ნაწილზე არსებული დიდი ჯვრის ფორმის კუდის ფრთები სავარაუდოდ მნიშვნელოვან როლს ითამაშებს Equalizer-ის სტაბილიზაციაში, როგორც გადაბრუნების საწყის ეტაპზე, ასევე მაშინ, როცა ის მიზნისკენ მიფრინავს. დაუბრუნდეთ საჰაერო პლატფორმებს ცოტა ხმით. Brave One-ის ვიდეოს წყალობით ზუსტად ვიცით, რომ Su-24 თავსებადია Equalizer-თან. ეს კარგი დასაწყისია, მაგრამ რა ხდება უკრაინის არსენალში არსებულ სხვა გამანადგურებლებთან? ძალიან მაღალია ალბათობა, რომ სხვა საბჭოთა ეპოქის თვითმფრინავებიც თავსებადები იქნება Equalizer-თან. Warzone, ანუ TWZ, აღნიშნავს, რომ უკრაინამ Su-27 ფლანკერები და MiG-29 ფულკრუმები გამოიყენა დასავლეთიდან მოწოდებული მართვადი საბრძოლო მასალების გადასატანად, მათ შორის ადრე ნახსენები JDAM IR, ასევე მცირე დიამეტრის ბომბები და საფრანგეთში წარმოებული Hammer-ის ბომბები.
Equalizer-ის ზომიდან გამომდინარე, ორივე ეს თვითმფრინავი უნდა იყოს მისი გადამტანი. ასე რომ შეგვიძლია უსაფრთხოდ ვივარაუდოთ, რომ უკრაინამ ან უკვე უზრუნველყო ეს თავსებადობა თავის სხვა საბჭოთა ეპოქის თვითმფრინავებში, ან ამ პროცესშია. იგივე ეხება Su-25 Prokfut-ის ტიპის შეტევით თვითმფრინავებს, რომლებმაც ადრე Hammer-ის ბომბები გამოიყენეს, ასე რომ დიდი ალბათობით შეძლებენ Equalizer-ების რუსული პოზიციების მიმართულებით გაშვებასაც. რაც შეეხება უკრაინის დასავლურ თვითმფრინავებს, სავარაუდოდ ისინი ასევე თავსებადია, თუმცა ცოტა მეტი სამუშაოა ჩასატარებელი. Business Insider-მა თავის ანგარიშში Equalizer-ზე განაცხადა, რომ ეს ბომბი უკვე შესაძლებელია გაუშვან უკრაინის F-16 და Mirage ტიპის გამანადგურებლიდან. შეზღუდვა ისაა, რომ დამატებითი სერტიფიცირებაა საჭირო, სანამ ამ თვითმფრინავებს Equalizer-ის საბრძოლო მოქმედებებში გაშვება შეეძლებათ. თუმცა ეს არ უნდა იყოს რთული მისაღწევი, განსაკუთრებით თუ უკრაინამ უკვე აჩვენა Equalizer-ის და ამ თვითმფრინავების თავსებადობა. თუ ვივარაუდებ, რომ სერტიფიცირება წარმატებით დასრულდება, ეს ნიშნავს, რომ უკრაინა მიიღებს 6 Mirage-ის ტიპის თვითმფრინავს და დაახლოებით 80 ფრენისთვის ვარგის F-16-ის, რომლებსაც Equalizer-ის გაშვება შეუძლიათ. ასევე გავრცელდა ხმები, რომ საფრანგეთი უკრაინას ყველა 26 Mirage-ის ტიპის თვითმფრინავს გადასცემს, როგორც Euromiden Press-მა იანვარში გავრცელა ინფორმაცია. ასე რომ თუ ეს მოხდება, შეიძლება ვიხილოთ, რომ უკრაინა კიდევ უფრო მეტ საჰაერო ძალას მიიღებს. მრავალმხრივობა უკრაინისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ამჟამად ასე ჩანს, რომ პრაქტიკულად უკრაინის არსენალში არსებული ყველა გამანადგურებელი თვითმფრინავი შეძლებს იმ იარაღის გაშვებას, რომლის შექმნაც რუსეთს არ სურდა, რომ უკრაინას შეძლებოდა. ასე რომ ეს არის ყველაფერი, რაც ამ ეტაპზე Equalizer-ზე ვიცით. ამ ახალ იარაღთან დაკავშირებით ჯერ კიდევ გარკვეული საიდუმლოება რჩება. Brave 1 ახლახან გამოჩნდა, მსოფლიო შოკში ჩააგდო და ახლა სიახლეს დრო აძლევს, რომ გავრცელდეს. მაგრამ როცა ვამბობთ, რომ საიდუმლო ჰაერშია, ამას პირდაპირ მნიშვნელობით გულისხმობთ. Equalizer შეიძლება დაკავშირებული იყოს კიდევ ერთ პროექტთან, რომელსაც უკრაინა ავითარებს. და ჯერ კიდევ ბევრი რამ არის, რაც ამ იარაღის შესახებ არ ვიცით. სანამ ამ ყველაფერს განვიხილავთ, შეგახსენებთ, რომ თქვენ უყურებთ The Military Shows. თუ არხიდან მნიშვნელოვან ინფორმაციას იღებთ, აუცილებლად გამოიწერეთ, რომ არც ერთი ვიდეო არ გამოგჩნდეთ. დავბრუნდეთ 2024 წელს, უფრო ზუსტად 2024 წლის სექტემბერში. ეს ის თვეა, როდესაც გავრცელდა კადრები უკრაინული Su-24-ის ფრთის ქვეშ მდებარე საიდუმლო იარაღის შესახებ. ეს ზუსტად იგივე ტიპის თვითმფრინავია, რომელმაც Brave 1-ის ვიდეოში Equalizer გაუშვა და ის საიდუმლო იარაღი, რომელიც 2024 წლის სექტემბერში გამოჩნდა, არაერთ მსგავსებას ატარებდა. Telegram-ის პოსტში, რომელმაც ვიდეო გამოაქვეყნა, ეწერა, რომ ის თარიღდება 2024 წლის აგვისტოთი და აჩვენებს Su-24-ის, რომელიც ახორციელებს ახალი მართვადი საავიაციო ბომბის საცდელ ფრენებს. ამის გარდა ბევრი არაფერი ვიცოდით. Status 6-ის X ანგარიშმა ივარაუდა, რომ ეს საიდუმლო იარაღი შეიძლებოდა ყოფილიყო პალიანიციას დრონ რაკეტის ჰიბრიდის ადრეული ვერსია, რომელსაც იმ დროს უკრაინა ავითარებდა. იმ დროის TWZ-ის ანგარიშმა უფრო დეტალურად დაათვალიერა ეს საიდუმლო იარაღი და აღნიშნა, რომ მას ჰქონდა ცხვირი, შუა ნაწილი და კუდი, რაც მიუთითებდა ფრთების კომპლექტის გამოყენებაზე, რომელსაც შეუძლია უმართავი ბომბის გლაიდ ბომბად გადაქცევა. მაგრამ ამ თავდაპირველი გამოჩენის შემდეგ ეს საიდუმლო იარაღი თითქოს გაქრა. შეიძლება თუ არა Equalizer-ი იყოს იმ საიდუმლო ბომბის განახლებული ვერსია. თუ ასეა Brave 1-იც და უკრაინაც არაფერს ამბობენ. TWZ-მა კომენტარისთვის მიმართა, რათა გაიგოს, არის თუ არა რაიმე კავშირი ამ იარაღებს შორის. იგივე გამოცემა ასევე აღნიშნავს, რომ დროის ხაზები სრულად არ ემთხვევა ერთმანეთს. Equalizer-ის ოფიციალური განვითარება დაიწყო 2024 წლის დეკემბერში, რაც რამდენიმე თვეა მას შემდეგ, რაც გამოჩნდა იდუმალი Su-24 ბომბის კადრები. მაგრამ ეს აუცილებლად არ ნიშნავს, რომ ორიგინალი ბომბი განვითარების პროცესის ნაწილი არ იყო. ის შეიძლება ყოფილიყო პროტოტიპი, რომელიც უკრაინამ გააუქმა, ან გამოიყენა როგორც საფუძველი Equalizer-ის შესაქმნელად. შეიძლება ეს არასდროს გავიგოთ და უკრაინა გონივრულად იქცევა, რომ არაფერს აზიარებს ახალი იარაღის განვითარებაზე, რომელიც შექმნილია რუსეთისთვის ტკივილის მისაღებად. სხვა საიდუმლოებები ქავად Equalizer-ს უკავშირდება. მაგალითად, ჯერ კიდევ არ ვიცით, ექნება თუ არა Equalizer-ის საბოლოო ვერსიას რაიმე ტიპის ძალოვანი დანადგარი ან ძრავი. როგორც ჩანს, სავარაუდოა, რომ არ ექნება. ძრავი Equalizer-ს რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის უფრო ადვილად შესამჩნევს გახდიდა, რაც აშკარა მინუსია. თუმცა შესაძლოა უკრაინას ჰქონდეს შესაძლებლობა შექმნას Equalizer-ის ვერსია, რომელიც გავს მის საშუალო და გრძელ მანძილზე მოქმედ კამიკაძე დრონებს, ან ნაწილობრივ შეესაბამება Hammer-ის ბომბებს, რომლებსაც აქვთ სარაკეტო ამაჩქარებელი. შესაძლოა მსგავსი რამ უკვე მუშავდება, მაგრამ უკრაინა სურს Equalizer-ი ძრავის გარეშე გამოსცადოს, რათა ნახოს, შეძლებს თუ არა ხარჯების შემცირებას და ამავდროულად დიდი ზიანის მიღებას. ასევე ბევრი არაფერი ვიცით Equalizer-ის მართვის სისტემის შესახებ. Business Insider-ი ამბობს, რომ ბომბი თანამედროვე მართვის ალგორითმებს იყენებს, რაც გააუმჯობესებს მის დამიზნებასა და სიზუსტეს. თუმცა ეს ბუნდოვანი აღწერა ბევრს არაფერს გვიმხელს. TWZ ვარაუდობს, რომ შეიძლება ვიხილოთ კომბინირებული სატელიტური ნავიგაციისა და ინერციული მართლის სისტემა, თუმცა არ არის განმარტებული, როგორ ეწყობა ეს Equalizer-ის მიერ რუსული ჩახშობისა და ელექტრონული ომის გადალახვის უნარს. კიდევ ერთხელ პასუხების მისაღებად მოგიწევს დაველოდოთ, სანამ Equalizer-ს გამოიყენებენ. რუსი ჯარისკაცები მის სრულ შესაძლებლობებს ბევრად ადრე გაიგებენ ვიდრე ჩვენ, როცა მათ თავს დაატყდება ის ჯოჯოხეთი, რასაც Equalizer-ი ჰპირდება. ეხლა როცა ყველაფერი გაამხილეთ Equalizer-ის შესახებ, რაც ვიცოდით, აქედან იწყება სერიოზული ამბავი. უკრაინას ნამდვილად სჭირდება ასეთი იარაღი და ამის რამდენიმე მიზეზი არსებობს.
დავიწყოთ იმ სახელით, რომელიც უკრაინამ აირჩია, რადგან ეს ბევრს ამბობს იმაზე, თუ რატო არის equalizer-ი ასეთი მნიშვნელოვანი. ადრე ვახსენეთ, რომ ერთ-ერთი აშკარა უპირატესობა, რაც რუსეთს უკრაინასთან ჰქონდა, სულ მცირე, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, არის მისი მიერ ფრთიანი ბომბების გამოყენება უყენება. ხოლო ციფრებიც კი ნათლად აჩვენებს, რამდენად არის რუსეთი დამოკიდებული ამ საშიში იარაღებზე. აპრილში Kiev Independent-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთმა დაამყარა საკუთარი რეკორდი იმ ფრთიანი ბომბების რაოდენობით, რომელიც ერთ თვეში უკრაინის წინააღმდეგ გამოიყენა. მარტში რუსეთმა 7987 ესეთი ტიპის მართვადი საბრძოლო მასალა გაუშვა, რაც 1500-ით მეტია ვიდრე თებერვალში ჰქონდა გაშვებული. წინა თვეც რეკორდული იყო. რუსეთმა ეს რეკორდი მარტში გააუმჯობესა. ეს გვიჩვენებს, რომ რუსეთი უფრო და უფრო ხშირად იყენებს IAP ფრთიან ბომბებს. უკრაინა ცდილობს მათ წინააღმდეგ ბრძოლის გზების მოძებნას. გამოიყენება ჯემერები, რომლებიც რუსულ ფრთიან ბომბებს კურსიდან აცდენენ. მაგრამ როდესაც რუსეთის მიზანია ამ ბომბებით რაც შეიძლება მეტი ზიანი მიაყენოს, ხოლო რაკეტებსა და დრონებს უფრო ზუსტი დარტყმებისთვის იყენებს, ჩარევის ტექნიკის ეფექტურობა კითხვის ნიშნის ქვეშ დგება. ასე არ არის, რომ რუსეთი ადრე ძალიან ცოტა ფრთიან ბომბს ისროდა. 2024 წელს რუსეთმა უკრაინაზე თითქმის 40000 ფრთიანი ბომბი ჩამოაგდო, რაც საშუალო დრეში 100-ს შეადგენს. 2025 წლის პირველ 11 თვეში რუსეთმა 44000 ფრთიანი ბომბი გამოიყენა, რაც საშუალო დღეში 130-ს შეადგენს. ამ მიმართულებით მუდმივი ზრდა შეინიშნება. მარტის რეკორდული მაჩვენებლები დღეში დაახლოებით 257-ს შეადგენს. რუსეთი აშკარად ხედავს სარგებელს თავის ფრთიან ბომბებში. ამ მართვად საბრძოლო მასალებს სასიკვდილოდ სახიფათოს ისხდის, რომ მათი წარმოება იაფია და რუსეთს საშუალებას აძლევს 1.5 ტონამდე წონის ავიაბომბები უფრო მომაქტინებელ იარაღად გადააქციოს. BBC-მ საინტერესო შედარება გააკეთა 2024 წელს, როდესაც ფრთიანი ბომბები ყურადღების ცენტრში მოექცა. მან აღნიშნა, რომ რუსეთს მხოლოდ დაახლოებით $30,000 სჭირდებოდა, რათა FAB-500 ბომბი ფრთიან ბომბად გადაექცია. ამ ახალ ფრთიან ბომბს შეეძლო მიზანზე 200 კილოგრამზე მეტი ასაფეთქებელი ძალის მიტანა. შედარებისთვის რუსული 152 მმ-იანი საარტილერიო ჭურვი მხოლოდ 6.5 კილოგრამ ასაფეთქებელს შეიცავს. თითქმის 31-ჯერ მეტი დამანგრეველი ძალა შედარებით მოკრძალებულ ფასად. ეს იყო შესაძლებლობა, რომელიც რუსეთმა მაშინვე გამოიყენა და ამას ვხედავთ ფრთიანი ბომბების ჩამოგდების რაოდენობაში ბოლო წლებში. ის, რასაც ეს გამათანაბრებელი აკეთებს, არის ის, რომ უკრაინას აძლევს იარაღს, რომელიც რუსული ფრთიანი ბომბების მსგავსია და შესაძლოა უფრო ზუსტი და ჯემინგის მიმართ მდგრადიც კი იყოს. ეს არის იარაღი, რომლის გაშვებაც სავარაუდოდ უკრაინის უმეტეს თვითმფრინავიდან შეიძლება და ბოლოს უკრაინას აძლევს საშუალებას შეავსოს ის ხარვეზი თავის არსენალში, რომელსაც რუსეთი წლების განმავლობაში იყენებდა. პარიტეტი შეიძლება მიღწეულ იქნას. ყოველი გლაიდ ბომბისთვის, რომელიც უკრაინულ პოზიციებს ან ქალაქებს აზანზარებს, შეიძლება გამოყენებულ იქნას sapasukho იარაღი, რომელიც რუსეთის ახლოს ზურგს გაანადგურებს. ყველაფერი ეს იმაზეა დამოკიდებული, შეძლებს თუ არა უკრაინა მასობრივად აწარმოოს ეს sapasukho იარაღი. და სწორედ ამ საკითხს დაუბრუნდებით. დაუშვათ, წარმოება პრობლემა არ იქნება და უკრაინა ათასობით ასეთ sapasukho იარაღს შექმნის. გარდა იმისა, რომ ეს რუსეთთან ფრთიანი ბომბების მხრივ პარიტეტს შექმნის, უკრაინისთვის ეს კიდევ ერთ მნიშვნელოვან სარგებელს ნიშნავს. sapasukho იარაღი ადგილობრივი წარმოებისაა, ასე რომ უკრაინას არ მოუწევს მიწოდების ჯაჭვის პრობლემებზე ან უცხო ქვეყნებთან უთანხმოებებზე ფიქრი, როდესაც საშუალო მანძილზე დათმის შესაძლებლობის შენარჩუნებას ეცდება. ნებისმიერი ადგილობრივად მოპოვებული და წარმოებული იარაღი უკრაინისთვის დიდი წარმატებაა სწორედ ამ მიზეზის გამო. და ამის დასამტკიცებლად საკმარისია გადავხედოთ იმ ამერიკულ-უკრაინულ ურთიერთობებს, რომლებიც ხშირად მუდმივი რხევებით ხასიათდება. ადრე უკვე აღვნიშნეთ, რომ უკრაინამ შეიძინა დაახლოებით 1500 JDAM-ER ამერიკის შეერთებული შტატებიდან, როცა ვსაუბრობდით equalizer-ის ფაზზე, მაგრამ აქ მხოლოდ ფული არ არის მთავარი. დაფიქრდით ამ რიცხვებზე, როცა რუსეთიდან გაშვებულ მართვად ბომბებს შევადარებთ. დაახლოებით 1500 JDAM-ER ნაკლებია იმ მართვადი საბრძოლო მასალის რაოდენობაზე, რაც რუსეთმა მარტში უკრაინის მიმართულებით ერთი კვირის განმავლობაში გაუშვა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ყოველთვის იქნება ლოგისტიკური პრობლემები, როცა უკრაინა იარაღს უცხო ქვეყნებიდან ყიდულობს. ნიშნავს ეს იმას, რომ უკრაინა დასავლურ ტექნოლოგიებზე უარს იტყვის. რა თქმა უნდა არა. დასავლური იარაღი უკრაინისთვის კვლავაც ფასდაუდებელია, მაგრამ ისინი ყოველთვის დამოკიდებულია მარაგებისა და ლოგისტიკური ჯაჭვის პრობლემებზე, რაც არ არსებობს იმ იარაღისთვის, რომელიც უკრაინის ტერიტორიაზე იწარმოება. ბოლო 1 წლის განმავლობაში საკმარისი მაგალითები მივიღეთ ლოგისტიკური ჯაჭვის პრობლემების შესახებ. JDAM-ER-ის შეძენა სინამდვილეში უკრაინისა და აშშ-ის ურთიერთობის დადებითი მაგალითია, მიუხედავად იმისა, რომ რაოდენობა მართლაც შეზღუდულია. დაბრუნდით 2025 წლის მარტში და აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ბრძანა, რომ უკრაინისთვის სამხედრო დახმარება სრულად შეჩერებულიყო. ეს გადაწყვეტილება მიღებულ იქნა დონალდ ტრამპსა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლდიმირ ზელენსკის შორის თეთრ სახლში მომხდარი დაპირისპირების შემდეგ და მან აჩვენა, რომ უკრაინასა და მის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან დასავლელ პარტნიორს შორის ურთიერთობა მყიფე იყო. დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ მალევე დაასრულა შეჩერება, მაგრამ ეს არ იყო მომარაგების ჯაჭვთან დაკავშირებული პრობლემების დასასრული. 2025 წლის ივლისში BBC-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ თეთრმა სახლმა კიდევ ერთხელ შეწყვიტა უკრაინისთვის ზოგიერთი იარაღის მიწოდება, როგორც იუწყებოდნენ ამერიკის ინტერესების პრიორიტეტად დასაყენებლად.
2026 წლის 2 მაისს Key Independent-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ აშეთი შოა ონებდა იარაღის მიწოდებას ევროპისთვის, რაც სავარაუდოდ უკრაინისთვის მიწოდებაზეც იმოქმედებდა. ეს შეფერხებები სავარაუდოდ გამოწვეულია ამერიკის ოპერაცია ეპიკური რისხვით ირანში და იმ გავლენით, რაც ამ ოპერაციამ ამერიკის მარაგებზე მოახდინა. თავარი აქ ისაა, რომ უცხოურ დახმარებაზე დაყრდნობა უკრაინისთვის არასტაბილურია. ერთ დღეს უკრაინას დაგეგმილი აქვს ტვირთის მიღება და ამის მიხედვით გეგმებს აწყობს. მეორე დღეს კი ტვირთი იგვიანებს, ან დახმარება შეჩერებულია და ყველაფერი უნდა შეიცვალოს. უკრაინისთვის equalizer სტაბილურობას უზრუნველყოფს. ის აძლევს უკრაინას საშუალებას თავად განსაზღვროს, რამდენ ასეთ ახალ ბომბს მიიღებს, როდის მიიღებს და როგორ გამოიყენებს მათ. და ის თუ როგორ გამოიყენებს მათ, კიდევ ერთი დიდი უპირატესობაა უკრაინისთვის. 2025 წლის აგვისტოში Wall Street Journal-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ASHS-ში მჩუმად შექმნა ახალი დამტკიცების პროცესი, რომელიც განსაზღვრავდა თუ როგორ შეიძლებოდა უკრაინას ატაკემესის გამოყენება რუსულ სამიზნეებზე. ამ სისტემამ როგორც გამოცემა ამტკიცებდა, უკრაინას აიძულა გაელო დამტკიცების რამდენიმე ეტაპი, ხოლო საბოლოო გადაწყვეტილებას გამოყენებაზე იღებდა ASHS-ის თავდაცვის მდივანი Pete Hegseth. მართალია, ეს დამტკიცების სისტემა რაკეტებს ეხებოდა და არა მართვად საბრძოლო მასალებს, როგორიცაა JDAM-ER, მაგრამ ეს აჩვენებს, რომ ASHS-ს ნებისმიერ დროს შეუძლია უკრაინას აუკრძალოს ამერიკის მიერ მიწოდებული იარაღის რუსულ სამიზნეებზე გამოყენება. თუნდაც უკრაინამ შეძლოს ნებართვის მიღება ამერიკული იარაღის გამოყენებაზე, თავად ის ფაქტი, რომ ასეთი პროცედურის გავლა სჭირდება, ქმნის დაგვიანებებს. დაუყოვნებელი დარტყმები აღარ არის შესაძლებელი. საპასუხო დარტყმების განხორციელება რთულია, რადგან იძულებითი დაგვიანებაა და უკრაინის შეტევები რუსეთს აძლევს შესაძლებლობას, რომ შეაკეთოს თავდაცვა. ყველა ეს ნებართვასთან დაკავშირებული პრობლემა ქრება ისეთ იარაღთან ერთად, როგორიცაა equalizer-ი. უკრაინამ თავად შექმნა ის. უკრაინა წვეთს როგორ და როდის გამოიყენოს. არ არსებობს შუამავლები ან დამატებითი ნაბიჯები, რომლებიც უნდა გადაიდგას. სამიზნე შეიძლება გამოვლინდეს და შემდეგ 30 წუთში განადგურდეს. იმ ინფორმაციის მიხედვით, რაც გვაქვს equalizer-ის მომზადების დროზე. ეს უზარმაზარი უპირატესობაა უკრაინისთვის და ნიშნავს, რომ შიდა წარმოება შეძლებს შეავსოს ის ხარვეზები, რომლებიც სხვა ქვეყნების საგარეო პოლიტიკის ცვლილებებმა დატოვა, რაც უკრაინას საშუალებას მისცემს გააგრძელოს ზეწოლა რუსეთზე. კიდევ ერთი სარგებელი იმაში მდგომარეობს, რომ შესაძლებელია რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემების გადალახვა უკრაინაში. ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა, რაც მართვად საბრძოლო მასალებს, როგორიცაა equalizer-ი აქვთ დრონებსა და რაკეტებთან შედარებით, ის არის, რომ ისინი უფრო რთულად აღმოსაჩენია რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემისთვის. როგორც Defense News-ი აღნიშნავს, ბომბების გაშვება შესაძლებელია ფრონტის ხაზის რამდენიმე კილომეტრით უკან, რაც ნიშნავს, რომ საჰაერო თავდაცვა ვერ დააფიქსირებს იმ თვითმფრინავებს, რომლებსაც უკრაინა გამოიყენებს equalizer-ის გასაშვებად. რაც შეეხება თვითონ ბომბს, ის სამიზნეზე მხოლოდ ფრენის ბოლო რამდენიმე წამში ჩნდება, რადგან ის დიდი მანძილიდან არის გაშვებული, რაც საჰაერო თავდაცვის სისტემებს პრაქტიკულად არ აძლევს რეაგირების დროს. რუსეთი ამჟამად უცნაურ მდგომარეობაშია საჰაერო თავდაცვის კუთხით. უკრაინამ დაახლოებით 1 წელი დახარჯა ამ თავდაცვების შესუსტებაში, განსაკუთრებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე. Kyiv Independent-ის მიხედვით 2025 წლის ივნისიდან 2026 წლის მარტამდე პერიოდში უკრაინამ რუსეთის საჰაერო თავდაცვებზე 492 დარტყმა განახორციელა და მას შემდეგ კიდევ მეტი იყო. ეს სისტემები უნდა ჩანაცვლდეს ხშირად რუსეთში ან ოკუპირებულ ტერიტორიებზე მდებარე სხვა სისტემებით, რაც ქმნის ხვრელებს უკრაინის რაკეტებისა და დრონებისთვის. ეხლა თუ ამ ყველაფერს ეგრეთ წოდებულ equalizer-საც დაამატებთ, მიიღებთ ახალ სტრატეგიას, რომელიც ჩნდება. უკრაინა შეიძლება გამოიყენოს თავისი equalizer-ები იმ რეგიონების დასაბომბად, სადაც იცის, რომ რუსეთს ახლო უკანა ზონაში ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემები აქვს. შესაძლოა ამ პროცესში რადარებისა და სისტემების განადგურებითაც. შედეგად კიდევ მეტი ხვრელი ჩნდება. რაკეტებსა და დრონებს შეუძლიათ სამიზნეების უფრო ხშირი დაზიანება და იმის გამო, რომ equalizer-ი იაფია, ბომბიც შეიძლება რაკეტებსა და დრონებს თან ახლდეს, რათა სხვა რუსული სამხედრო ობიექტებიც გაანადგუროს. ბომბი ამრავლებს უკრაინის საშუალო რადიუსის ცეცხლის ძალას და ეს ყოველთვის საშიში იქნება რუსეთისთვის, განსაკუთრებით მაშინ, როცა საშუალო რადიუსის დრონები უკვე აძლიერებენ უკრაინის შესაძლებლობას უფრო ინტენსიურად დაარტყას ახლო უკანა ზონას. მხოლოდ ერთი რამ შეიძლება იყოს equalizer-ის შეჩერების მიზეზი და ეს არის ის, რაზეც უკვე ვისაუბრეთ, წარმოება. ჩვენ უბრალოდ საკმარისად არ ვიცით, რამდენი ასეთი მართვადი ბომბის წარმოება შეუძლია უკრაინას. Euromaidan Press აღნიშნავს, რომ ის თუ რამდენად შეძლებს equalizer-ი უკრაინაში ბრძოლის ველზე ბალანსის შეცვლას, დამოკიდებული იქნება იმაზე, რამდენი ასეთი ახალი ბომბის წარმოება შეუძლია უკრაინას ყოველ თვე. სტაბილური განმეორებადი წარმოება აუცილებელია, თუ უკრაინას სურს მიუახლოვდეს იმ მოცულობას, რასაც რუსეთი აწარმოებს. ამ ეტაპზე ძალიან ადრეა იმის ხმა, რამდენი equalizer-ის წარმოებას გეგმავს უკრაინა ყოველ თვე. მათ ჯერ კიდევ უნდა განლაგდნენ ბრძოლაში, სანამ უკრაინა შეძლებს ჩაატაროს საჭირო ხარჯების ანალიზი, რათა მიიღოს ეს მონაცემები. მაგრამ თუ equalizer-ი გაამართლებს თავის პოტენციალს, ჩვენ შეიძლება მალე ვიხილოთ წარმოების ზრდა. და როცა ეს მოხდება, უკრაინას ექნება საკუთარი წარმოების იარაღი, რომელსაც გამოიყენებს ფრონტის ხაზისა და ახლო უკანა ზონის რუსეთისთვის ნამდვილ ჯოჯოხეთად გადასაქცევად. ეს არ არის ისე თითქოს equalizer-ი ერთადერთი იარაღია, რომელსაც უკრაინა 2026 წელს საბრძოლო ველზე შემოიყვანს. კიდევ ერთი ასეთია Sky Carrier-ი. და ის აერთიანებს ძველს უკრაინის გენიალურ უნართან, გადააქციოს არსებული რამ სრულიად ახალად. უკრაინას ახლა აქვს საშიში ახალი დრონებზე მონადირე და ყველაფერს Sky Carrier-ის შესახებ გაიგებთ თუ ჩვენს ვიდეოს უყურებთ.
თუ მოგეწონათ ეს ვიდეო, არ დაგავიწყდეთ გამოიწეროთ სამხედრო შოუ, რომ არასდროს გამოტოვოთ ჩვენი ანალიზი უკრაინის უახლესი იარაღების შესახებ. და როგორც ყოველთვის, მადლობას გიხდით ყურებისთვის.